საკუთარი ქვეყნის სიყვარულითა და პატრიოტიზმით ახლად არჩეული პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას 29 დეკემბრიდან შეუდგება. მანამდე კი მიხეილ ყაველაშვილმა იმ მთავარ პრინციპებზე ისაუბრა, რომლის გარანტორიც ქვეყნის რიგით მე-6 პრეზიდენტი იქნება. მიხეილ ყაველაშვილმა განმარტა თუ რატომ შეჩერდა არჩევანი მის კანდიდატურაზე და აქვე აღნიშნა, რომ შეთავაზება მოულოდნელი იყო. ახლად არჩეული პრეზიდენტი მმართველგუნდს გამოცხადებული ნდობისათვის მადლობას უხდის და ქვეყნის სასიკეთოდ აქტიურ მუშაობას აანონსებს. რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო ეს შემოთავაზება. მომეცა რამოდენიმე დღე იმისთვის, რომ გამიანალიზებინა თუ რამდენად შევძლებდი ამ ტვირთის აღებას. იმ დღეებში მოხდა პოლიტსაბჭოს წევრებთან, ჩვენი უმრავლესობის წევრებთან კონსულტაციები და შემდეგ მათი, ასე ვთქვათ, მხარდაჭერამ კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა იმისთვის, რომ ამ კანდიდატობაზე თანხმობა მიმეცა. თავისთავად გამოწვევები ბევრი მქონია ცხოვრებაში, თუმცა იმ ჭრილში, რაზეც ჰქონდა საუბარი, რომ არსებულ სისტემაში, საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტის როლი კაფიოდ გამოკვეთილი, აუცილებელია, რომ საზოგადოებას სწორედ ისე მიეწოდოს, როგორც კონსტიტუციაში არის მოცემული და ჩვენმა გუნდმა იმ შემთხვევაში ჩათვალა, რომ მე ვიქნებოდი ის პიროვნება, ვინც კონსტიტუციის ჩარჩოებში დააბრუნებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს. კონსტიტუციის დაცვა და პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნება მიხეილ ყაველაშვილისათვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება. ამის მიზეზი კი ის გამოცდილებაა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანას დაუგროვდა. ახლად არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ წინა პრეზიდენტებმა საკმაოდ ნეგატიური როლი ითამაშეს მაშინ, როდესაც კონსტიტუციურ ჩარჩოებს გასცდნენ. თუ მე განსხვავებული შეხედულება მაქვს და ვემიჯნები აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკას. მაგრამ კონსტიტუცია ამის საშუალებას არ მაძლევს და პრეზიდენტის როლში იმ საკონსტიტუციო მოწყობის დროს თუ მე პატივისცემა მაქვს ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოსი, ჩემი ხალხის, ჩემი თავარი დოკუმენტისა, მაშინ მე უარს ვამბობ პრეზიდენტობაზე, რადგან დავიცვა კონსტიტუცია სამაგალითო იყო ჩემი მოქალაქისთვის და ამ შემთხვევაში გადავდგები და პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, დაპირისპირებაში გადავალ სხვა პოზიციიდან. აი ეს იქნება სწორი ნაბიჯი. ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი. თუ ჩვენ ამ წესს არ დაუბრუნდებით, ეს პოლარიზაცია უფრო მეტად გაღრმავდება. ანუ რისი თქმა მინდა, რომ ის ადამიანები, ვინც სამაგალითო უნდა იყოს, აღმასრულებელი ხელისუფლება და პრეზიდენტია და იქ სასამართლოს, ასე ვთქვათ, წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები, შემდეგ თავად უნდა იყვნენ პირველ რიგში მაგალითის მიმცემი, რომ ისინი იცავენ კანონს და კონსტიტუციას. მაშინ რა გვინდა ჩვენ კონსტიტუცია და კანონი, ხო? თუ ჩვენ ეს თავარ დოკუმენტად არ გვაქვს და მისდამი პატივისცემა არ აქვს, ხო? ამაზე მაქვს საუბარი, ამიტომ მარტივად შესაძლებელია, აღარც მინდა გავაგრძელო, იმიტომ რომ მან კონსტიტუცია დაარღვია. ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მიმდინარე საპროტესტო აქციებით შეაფასა, როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, პროცესების ამგვარ განვითარებაზე მმართველი გუნდი არჩევნებამდე 6 თვით ადრე საუბრობდა შესაბამისად სახელმწიფო დესტაბილიზაციის მცდელობისათვის და ოპოზიციის რადიკალიზმისათვის მზად იყო. ამ შეხლა-შემოხლას უნდა მოყოლოდა გაბრაზება საზოგადოების და ის ნაწილი, რომელიც ბუნებრივად იღებს, რომ არ მოწონს ნაცემი ახალგაზრდა და გაბრაზებული გამოდის გარეთ, რა თქმა უნდა, მე სოლიდარული ვარ მის მიმართ, მაგრამ ასევე მინდა სოლიდარული იყოს იგივე ადამიანი იმ პოლიციელის მიმართ. და კითხვა იბადება, არის თუ არა ჩვენი პოლიცია მოძალადე, ვერ დამისახელებს ვერც ერთი ადამიანი, რომ სადაც მშვიდობიანი აქცია იყო, პოლიციამ ის ძალით დაშალა, ან რამე ძალადობის აქტს ჰქონდა ადგილი პოლიციის მხრიდან. აქ შეიძლება პარალელის გავლება, რომ წინა ხელისუფლება, აი კითხვაც იბადება, თუ არსებობს საერთოდ დაზარალებული პოლიციელი წინა ხელისუფლების დროს. რატო ვსვა ვიცით ამ კითხვას? ძალიან ბევრი აქცია და ასე ვთქვათ, მიტინგი ჩატარდა იმ პერიოდში, ხო, გამოსვლები იყო, მაგრამ მაშინდელი აქტორები, ვინც ამ მიტინგებს ატარებდა და ხალხი, საზოგადოება, ვინც გამოვიდოდა, თავისად აღიქვავდა, როგორც ქალაქს, შენობებს, პარლამენტი და შემდეგ და არც ერთი ძალადობრივი აქტი არ განხორციელებულა. მუდმივად იყო სალაპარაკო, რომ ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა არც ერთხელ. 200,000-იანი მიტინგები იყო. ახო განსხვავებულია და ეს განსხვავებულობა არის გარედან შემოტანილი. ამის თქმა მინდა და ის ადამიანები
სპეციალურად არიან აღზნებული, რომ მაინც გამოიწვიონ, რომ გააბრაზონ საზოგადოება, რომ ამ ძალადობის საპასუხოდ შემდეგ ეს ქმედებები განახორციელოს პოლიციამ და ეს დაიხვიონ ხელზე. ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ცალსახად გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს საგარეო კურსი არ შეცვლილა და ევროკავშირთან თანამშრომლობა ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია, თუმცა ქვეყნის ევროინტეგრაცია ეროვნული ინტერესების დაცვით მოხდება. მიხეილ ყაველაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ დონალდ ტრამპისა და მმართველი გუნდის ღირებულებები თანხმედრაშია. ჩვენ ევროკავშირთან მიმართებაში კაფიოდ გამოკვეთილი გრძელვადიანი, ასე ვთქვათ, პროცესი გვაქვს დაგეგმილი. ამას მუდმივად ვაღიარებთ და ვაცნობთ საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან არაერთი შეურაცხყოფელი რეზოლუცია, დამამცირებელი დამოკიდებულება თითქოს ხომ უნდა ვიყოთ ჩვენ თანასწორები, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ხო, ურთიერთპატივისცემაზე, გამჭირვალობაზე, დაყნობილი ურთიერთობა, რასაც თითქოს ზედაპირულად ისინი აღიარებენ, თუმცა ქმედებებში ვხედავთ ამ ორმაგ სტანდარტს, რასაც მუდმივად აღიარებდა ჩვენი ხელისუფლებაც და ადამიანები, ვინც ხედავდნენ ამ პროცესს, რა არის ჩვენი დამოკიდებულება? ხო, ჩვენ ღია ვართ ამ პროცესების მიმართ, ჩვენ ვიძახით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, სახელმწიფოს ეს გაცხადებული ნებაა და ამაში ყველა თავხდებით, ხო ეს 80%-ზე როცა გვაქვს საუბარი. მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომელიც არა თქვენ დასაზიანოთ, არამედ ეს ჩვენი ორგანული განცდა არის. ჩვენ არ ვიძახით უარს და შემდეგ დღეებში პირდაპირ უკვე კაფიოდ განაცხადა ირაკლი ყუბახიც, რომ დღეს მე მზათა ვართ. გახსენით მოლაპარაკება, ვაწერ ხელს და შევდივარ პროცესში. მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკით მიხეილ ყაველაშვილი უფლებამოსილების შესრულებას 29 დეკემბრიდან შეუდგება. ანუ მას შემდეგ, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში მისი ინაუგურაცია გაიმართება.